კარგი, დავიწყოთ პირველი ნაწილით. ამას ქვია დატაბაზის ფუნქციები. დატაბაზის ფუნქციები შეიქმნა მსგავსი არის სამიფსის გარკვეულწილად, რადგან მაინც აგრეგირებებს ვაკეთებთ. ეს იქნება დაჯამება, იქნება დათვლა, იქნება საშუალო მონაცემის წამოღება, თუმცა მეტად მოქნილი და უფრო სწრაფი პრინციპით, რადგან დატაბაზის ფუნქცია იმიტომ ქვია მოცულობით მონაცემებზეც კი სწრაფად მუშაობს. ეს სწრაფად მუშაობა გულისხმობს, რომ ისეთი მეთოდებით, როგორიც საჭირო ხდება სამიფსის შემთხვევაში, აქ არ არის. სხვა პრინციპით ითვლი საერთოდ, არ ჭირდება კრიტერიები შეიძლება მრავალი მივუთითოთ, მაგრამ არ ჭირდება პარამეტრება და მის მიწოდება. სულ სამი პარამეტრი აქვს ამ ფუნქციებს. ესენია დავუშვათ d3, d-count, d-average, d-max, d-min, d-standard deviation, d აქ ნიშნავს დატაბაზებს და დანარჩენი უკვე პირობის და მიხედვით ვითვლით. შეგვიძლია აღნიშნული უჯრები გავანთავისუფლოთ და ერთად დავიწყოთ. ერთი-ორ სიტყვით ცხრილზე, ეს უკვე ჩვენთვის ნაცნობი ვიზიტების ცხრილი არის, სადაც გვაქვს კლინიკა, visit ID, registration date, discharge date და დეპარტამენტები და შემოსავალი. ჩემი ამოცანა აი ამ კონკრეტულ უჯრაში წამოვიყო ამ შემოსავლების ჯამი, თუმცა გარკვეული პირობებით. ეს პირობები კი უკვე ამ შემთხვევაში განსხვავებით count-ifsისგან და sum-ifsებისგან უჯრებად მაქვს გაწერილი. მაგალითად, თვე მაქვს აქ ივნისი და ივლისი, ეს დუბლირებული ჩანაწერია, თითქოს ზრუნვა და ორთოპედია, მაგრამ განსხვავება არის ამ ორ ჩანაწერში თვე. ანუ ამ წყილთან მინდა ორი თვის შემთხვევაში ზრუნვაზე დამითვალოს ორთოპედიის შემოსავალ. როგორ იწერება ახლა ეს ფუნქცია? დავწეროთ ტოლობა და d3, გავხსნათ ფრთხილი. სულ სამი პარამეტრია. დატაბაზა ამ შემთხვევაში უნდა იყოს დიაპაზონი აუცილებლად, თუმცა არა მარტო მონაცემები, არამედ სათაურიანი. სათაური მნიშვნელოვანი გახდება. ახლა ეს რასაც ვნიშნავთ, რეალურად ცხრილი არის, ამიტომ სტანდარტული B15-დან I15-ის ჩათვლით დიაპაზონის ნაცვლად დაერქმო პირდაპირ ამ ცხრილის გააჩნია რას მომნიშნავთ, ხო? მე მომნიშნე სრულად, სათაურიანად. ყველა მონაცემი და დაერქვა data table-ის ყველა ჩანაწერი. ძიმე და ახლა შემდეგი პარამეტრი რა არის? შემდეგი პარამეტრი არის field-ი. field-ი უნდა იყოს ის კონკრეტული სვეტი, ჯამური ამ შემთხვევაში, რომელიც შემოსავალს წამოიღო. ანუ ამ შემთხვევაში შემოსავალი, ხო, რაც უნდა დაჯამდეს. სათაურების მონიშნა წინა პარამეტრში იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ მე ზუსტად ამ მონაცემი და არა მარტო შემდეგი პარამეტრითაც დაგვეკონკრეტებინა რომელ სვეტზე არის საუბარი. აქ შეიძლება ხელითაც შევწეროთ revenue, რადგან revenue ჯამი მინდა. და ასევე შეიძლება უჯრიდანაც წამოვიღოთ. დავუშვათ დავაკლიკოთ ამ უჯრას. სულ ერთი არის. ახლა ცხრილთან დაკავშირებით ამას მიეჩვევით, სხვადასხვა უკვე სხვანაირად ხდება რეფერენსის დაწერა უჯრებთან მიმართებით. ამ შემთხვევაში პირდაპირ ხელით ჩავწერ. მაინტერესებს revenue-ის ჯამი, ხო? ეხლა კრიტერია. კრიტერია ნუ ახლა გახსოვთ სამიფსის შემთხვევაში მომნიშნავდით კრიტერია ranges და კრიტერიას, კრიტერია ranges და კრიტერია ორს, ხო? აქ არა, აქ პირიქით შეგვიძლია მარტივად ერთ პარამეტრში მომნიშნოთ ცხრილი. ეს პარამეტრების ცხრილი, რომელიც ორი ჩანაწერი იქნება, ორი მწკრივი იქნება თუ 10, თუ 3 სვეტი, თუ 40, ნებისმიერ შემთხვევაში იმუშავებს. ამიტომ მნიშვნელოვანია დატაბაზის პირველ ჩანაწერში, რომ სათაური კონდეს, რომ მე ზუსტად revenue-თან უნდა მიხვდეს რომელ სვეტში revenue და უკვე ამ პარამეტრებით უნდა მიხვდეს манსი რა იყოს, ჰოსპიტალი რა იყოს და დეპარტამენტი რა იყოს. ეს უკვე რა თქმა უნდა გულისხმობს იმას, რომ სათაურები კრიტერიას ცხრილში ემთხვეოდეს ძირითადი ცხრილის სათაურებს. მოდი გავყენოთ ეს, იმიტომ რომ გადავრცელებასაც ვაპირებ ამ ფუნქციას. დავხურებ თხილი და დავაწექი enter-ს. და წამოიღო, ხო, ჯამი, ხედავ, მართლაც რო ხა დავტესტო, დავფილტრო თვის სვეტში მარტო ივლისი და ივნისი, ჰოსპიტალის სვეტში მარტო ზრუნვა და ორთოპედის შემთხვევა, დეპარტამენტი რა თქმა უნდა დავფილტროთ მასაც. დავაჭიროთ OK-ს და ნახოთ, აბა მართლა არის 45000 მოვნიშნავ და ვხედავ, რომ აქ ნამდვილად 45710 იყო შემოსავალი. აქვე რასაკვირველია, შეგვიძლია პირობები მე უკვე უჯრიდან გამომდინარე შევცვალოთ, ანუ დავდგეთ კრიტერიას სვეტში და აქ სხვა კლინიკები ავრჩიოთ, დავუშვათ პრევენცია ორივეგან, ჯამით შეიცვლება. ეს უკვე ეთვლის პრევენციაზე ორთოპედიის შემოსავალს ორ თვეზე. აქ კარგი კიდე რა არის, განსხვავებით სამიფსისგან, ჩვენ დავუშვათ შემოსავალს ვითვლით ჰოსპიტალების მიხედვით და ჰოსპიტალის, დეპარტამენტის, თვის და ასე შემდეგ კრიტერიებს ვამატებდით და ვამატებდით. როგორც კი ვეტყოდი, რომ კრიტერია უნდა იყოს კონკრეტული ჰოსპიტალი, დავუშვათ ზრუნვა. უკვე ვზღუდავდი, ვავიწროვებდი პირიქით არჩევანს. იმის საშუალება, რომ ზრუნვაც ამერჩიე და პრევენცია ეგრე არის. აქ უკვე D3-ის შემთხვევაში, თუ სხვადასხვა მწკრივში სხვადასხვა კლინიკა იქნება, არ უშლის ეს ხელს, ხო? ანუ ან ეს პირობა თავისუფლად განხორციელდება. შემინდა პრევენცია ორთოპედიაზე დავაჯამო და ზრუნვა დავაჯამო კარდიოლოგიაზე ერთდროულად. ეს საკმაოდ მოქნილია და სისტრაფეზეც ახლა მაინც ჩემი მაგალითები რაც მაქვს წარმოდგენილი ფაილში არის მწირე. რეალობაში 100,000-ობით ჩანაწერთანაც რო გქონდეთ შეხება. დამერწმუნდა D3 ბევრად უფრო სწრაფი არის და ფაილებს ნაკლებად გადატვირთავს ხოლმე ვიდრე სამიფსი. იმიტომ რომ მაგისთვის შეიქმნა ზუსტად ეს ფუნქცია. კონკრეტული მისია აქვს, რომ ასეთი გადატვირთვის რისკები დააზღვიოს. თუმცა ხაზს გავუსვამ, რომ სამიფსიც უმეტეს შემთხვევაში, პრაქტიკაში მე სიმართლე გითხრათ, იშვიათად თუ მიმართავ ამას, უმეტეს შემთხვევაში სამიფსი ყველაფერს გააკეთებს.
მაგრამ ეს განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა პირდაპირ გვინდა რომ ჯერ ხილვადიც იყოს რაზეც ითვლის და თან დიდ მოცულობის ბაზებზე, შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ. პრინციპი მაინც გამოყენების მარტივი არა. პარამეტრებს დავაბრუნებ როგორც იყო. ეხლა მოდი გადავარჩიოთ ეს ფუნქცია მარჯვნივ. რა თქმა უნდა, მაინც დაითვლის იგივე თანხას, ხო, რადგან მე მაინც d3 ფუნქციის გადავრცელება მოვახდინე რეალურად და არა d-count და d-average. მე იმის ილუსტრირება მინდა ეხლა რომ თუ დავდგებით d-count-ის უჯრაზე და ფუნქციას შევუცვლით სახელს სხვა არაფერს. ფუნქციას დავარქმევთ d-count-ს და პარამეტრებს იგივეს დავტოვებთ. იმუშავებს, ხო? დავდგეთ average-ზე და d3-ის მაგრად d-average-ით ჩავწეროთ. ეს არის და ეს. ხო, ნუ ეს ფუნქცია მარტივი არის, საკმაოდ, მაგრამ თქვენც რო დარწმუნდეთ, სახში გამოიყენეთ ამოხსენით და ნახავთ რამდენად იოლია მისი გამოყენება. შეგიძლიათ აქვე სადმე გქონდეთ აი ეს revenue რო ავრჩიე პარამეტრიდან, სადმე აქვე შეგიძლიათ drop down-ით გქონდეთ ჩამონათვალი სვეტების. ისეთი სვეტები, სადაც თანხაა revenue, cost-ი, ასე შემდეგ და აქ revenue-ს მაგრად იმ კონკრეტულ უჯრას მიადგათ, ხო? ხო, წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს ეს revenue და სხვა სვეტიც გვაქვს cost-იც. ეხლა არ რეალისტური იქნება რიცხვები, მაგრამ რა ვიშობა. და აქ მინდა data ვალიდაციის სახით შეგახსენებ data ribbon-ზე. დავდგეთ data ვალიდაციაზე, drop down-ით ავირჩიოთ list-ი და ჩავწეროთ revenue და cost-ი. და გამოვიყენოთ კვლავ d3 ფუნქცია. d3 ფუნქციისთვის ავირჩიოთ database-და მძიმე, ავირჩიოთ ამ შემთხვევაში განახელით revenue უჯრას მივადგათ, გავყინოთ, რადგან ბარემ გადავავრცელოთ, თუ დაგჭირდა და პარამეტრების სვეტი, პარამეტრების ცხრილი. ხო, ნუ აქ ხედავთ ეხლა ითვლის revenue-ს, ზემოთ შევცვლით cost, ითვლის cost. საკმაოდ ძლიერი და მოქნილი ფუნქცია გამოვიდა, ხო? მაინც საილუსტრაციოდ d3-ზე დავდგები და გადავაკეთებ d-count-ად. ნუ d-count პრინციპში არ შეიცვლება, ხო? ჩანაწერის რაოდენობა იგივე, უბრალოდ d-count არ შეიცვლება, მაგრამ d-average შეიძლება შეიცვლოს. გადავცვლი, გადმოცვლი, შინაარსი შეიცვლება. გონი ეს ნაწილი გასაგებია. კარგით. მაშინ გადავიდეთ შემდეგს. ასევე საინტერესო ფუნქცია Excel-ში და ახალი დამატებული არის, რომელსაც მე საკმაოდ ხშირად ვიყენებ, არის ფუნქცია unique. ფუნქცია unique არის ჩათვალეთ remove duplicate-ის ალტერნატივა. remove duplicate-ი რო იყო დავუშვათ ფუნქციონალობის დონეზე, და მოვნიშნავდით სვეტის მნიშვნელობებს, სადაც დუბლირებული მონაცემები იყო. სადმე განზე ჩავაკოპირებდი მნიშვნელობების მიხედვით. და წავუშლიდით დუპლიკატებს. remove duplicates, header-ები რა თქმა უნდა არ უნდა გქონდეს, ამ შემთხვევაში header-ი არ აქვს. column visi არის ჩანაწერები, ვაჭერო case და დუპლიკატები წაიშავა. აი ამის ჩამნაცვლებელი, ეს დაკლიკების ჩამნაცვლება, ასე ვთქვათ, ფორმულის ვარიანტი არის ფუნქცია unique. გავანთავისუფლოთ ეს ორი უჯრა. unique-ის შემთხვევაში მე შემიძლია ანალოგიურად მოვიქცე, დუბლირებები წავშალო, ოღონდ არ მიმართო ღილაკებს, მიმართო პირდაპირ ფუნქციას. წერმას ვხსნი ფრთხილად, ნუ სამი პარამეტრია, მაგრამ ძირითადად მაინც არ დაგჭირდებათ არც მეორე, არც მესამე, დააკვირდით ეს ორივე პარამეტრი არის ბრეკეტებში, შეგახსენებთ, როცა ბრეკეტში არის პარამეტრები, რასაც ვკარნახობს, ანუ შეგვიძლია მათი უგულებელყოფა. და ავირჩიოთ ჰოსპიტალის სვეტი. შეგახსენებთ, ეს არის ცხრილი, ამიტომ დაიწერება არა თუ რაღაც კონკრეტული C5-დან რაღაცამდე, არამედ data table-ის ჰოსპიტალის სვეტი, ასე წამოიღოთ. დავხუროთ ფრთხილი და enter. მონაცემი წამოღებულია, ხო? ეხლა როგორ მოვიქცეთ, ჰოსპიტალების მიხედვით მაინტერესებს შემოსავალი. ანდა სანამ ამ გადავა, რატომ მუშაობს, ხო ეს? ნახულობს დიაპაზონს, ანალოგიური პრინციპი. დიაპაზონში პირველივე ჩანაწერს ჯანს ნახავს ერთხელ დატოვებს, მეორეჯერ ნახავს, ამოაგდებს. ზრუნოს ნახავს ერთჯერ დატოვებს, მეორეჯერ ნახავს, ამოაგდებს და იგივე პრინციპით უბრალოდ ფუნქცია აკეთებს ამას. აი ეს, როდესაც ფუნქცია აბრუნებს ერთი მნიშვნელობა რამდენიმე მწკრივისთვის ან სვეტისთვის, ნიშნავს, რომ ეს არის დინამიური ფორმულა. ანუ ერთი უჯრა არის პასუხისმგებელი ყველა დანარჩენ ჩანაწერზე. ქვემოთ რომ დავდგე რომელიმეზე და წაშლის ღილაკს დავაჭირო, არაფერი არ წაიშლება. აქ წერს კიდეც, რომ ჩვენ ვერ წავშლით ამ მნიშვნელობას. ეს მონაცემი არის გადმოვრცელებული R3-ის ფორმულადანო რა. ანუ R3-ში არის ეს ფუნქცია. ჩაწერებ და ის არის პასუხისმგებელი ამ მონაცემზე, ვერ წაშლიო. თუ მინდა წავშალო, ერთი ვარიანტი რომ 4-ს დავაჭირო თავშივე ფუნქციის წყარო რაც იყო და ყველაფერი წაიშლება. unique ფუნქციის ერთგვარი benefit-ი ასევე არის რა. აქ ხო ეხა 4 ჩანაწერი არის. დავუშვათ მივამატე ამ წყილს ქვემოთ მწკრივები, ეხა იმის შანსი რომ ეხა კლინიკა დაგვემატო შეიძლება ეს არ იყოს, მაგრამ გაჩნდა ახალი ჩანაწერი კლინიკის ერთგვარი ახალი მეგობარი დავარქვათ. დააკვირდით unique-ის პასუხს. მე მონაცემს ვცვლი წყილში. როგორც კი enter-ს დავაწვევი, ის მონაცემი ავტომატურად გამოისახება ფუნქციის პასუხში, ხო? რადგან ვინაიდან ის კვლავ ამ დიაპაზონს უყურებს და ახალი გაჩნდა თუ პირიქით დააკვირდა, მისთვის არანაირ მნიშვნელობას არ ატარებს. ყოველ ახალ update-ზე Excel-ის ფუნქცია გადათვლას აკეთებს, ხო ეს ხო ვიცით? და კიდე რა არის benefit-ი?
როდესაც დინამიურ ფუნქციასთან გვაქვს შეხება, დააკვირდით და დინამიური უჯრის რეფერენცირება, ანუ მივმართო კონკრეტულ არა მონაცემს არა როგორც უჯრას, აი ნახეთ, საუბარია R3 უჯრაზე. მე რომ დავდგე და უთხრა V3 უჯრაში, რომ ეს უჯრა უდრის R3-ს, წამოიღებს კი ჩანაწერს, რომელიც R3 უჯრაშია. მაგრამ მე თუ ვეტყვი მიმართე R3 DS და იმ შემთხვევაში თუ ეს არის დიაპაზონური ჩანაწერები, დინამიური უბრალოდ, ერთი ფორმულა ავტომატურად წამოიღებს ყველას. ანუ ავტომატურად ჩაშლის სხვა მონაცემებს. სად ვლინდება ამის ბენეფიტი? გავიხსენოთ ფუნქცია 3-ს და დავაჯამოთ რევენიუ კლინიკების და მიხედვით. 3-ს მივმართოთ ცხრილს პირველი ჩანაწერიდან ბოლომდე და ეწერება რა თქმა უნდა ცხრილის სახელი და არა უჯრების დიაპაზონი და კრიტერია რეინჯი. კრიტერია რეინჯი უნდა იყოს ახლა ამ შემთხვევაში ჰოსპიტალები, მოვნიშნავ და აქაც რა თქმა უნდა დაერქმევა ცხრილის სახელი და სვეტის და უკვე ავირჩიოთ უჯრა. უჯრა ახლა როგორც წერან გავაკეთე საილუსტრაციო თუ მარტო R3-ს ავირჩევ, წამოიღებს R3-ს, ანუ ჯანს, მაგრამ თუ R3-ს და DS ჩავწერ, ნახეთ რა მოხდება? უკვე პირველივე 3-ს მოიაზრებთ მთელ რიგ ჩანაწერებს, დინამიურ რეფერენსს აკეთებს. დავხურავ თუ არა ფცხილს და დავაწვევი Enter-ს, ავტომატურად გადავრცელდება ერთი ფუნქციიდან, ანუ 3-სიც გახდება დინამიური. 3-სიც ყველა ჩანაწერზე წამოიღებს პასუხს. და კარგი აქ ისიც არის, რომ მიემატება დაუშვათ. ნახეთ, ჩანაწერიც გაჩნდება და 3-სიც კი გაყვება მას. და ძალიან მოკლე და საკმაოდ მოსახერხებელი ფუნქცია არის, unique განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, და ეს პრინციპი რეფერენცირების DS-ით საკმაოდ მოხერხებული არის. კიდე ერთი მაგალითი თუ რატო? აი აქ მაქვს drop down კლინიკების. ჯანის ზრუნა, პრევენცია და ასე შემდეგ, ხო? და აქ პრიმიტიულად მარტივად მაქვს დათვლილი 3-ს ფუნქციით. და ერთი უჯრისთვის არ მინდა რომ 5, 6, 7 ვარიანტისთვის თვალოს. მაგრამ ეს drop down-ი მოდი მიმართოთ data validation-ს და თავიდან დავაყენოთ. გამოვიძახოთ data validation და პირველ რიგში წავშალოთ clear all, რომ სუფთა ფურცლიდან დავუშვათ პირველად გავხსენე ეს ფაილი. დავუშვათ არაფერი არ ადევს. ანუ ნებისმიერ უჯრაში ნებისმიერ მონაცემის შეყვანადია და თავიდან ავირჩიოთ ლისტი. ეს ყველაფერი წესით გვახსოვს, source-ში უნდა გვეთქვა ან ჩანაწერები მძიმით და ასე შემდეგ, ან უნდა გვეთქვა დიაპაზონი. დიაპაზონი რო უთხრა აქ რა პრობლემა არის? მე როგორც კი დავამატებ სხვა ჩანაწერს, მეგობარს, იმას, ამას, ახალ კლინიკებს, ის ზედა დიაპაზონი რეალურად შეიცვლება, მაგრამ data validation ყოველთვის რასაც ახლა უხეშად ხელით ვეუბნები R3-დან R6-ის ჩათვლით, მაგას შეხედავს. ანუ რაღაც მონაცემები დარჩება მის გარეთ. ეს არ მოხდება თუ აქაც ანალოგიური პრინციპით ავირჩევ კონკრეტულ უჯრას და DS. თუ ასე მოვიქცევი R3 და DS, აქ სამწუხაროდ ახლა არაფერი არ მაჩვენებს, მაგრამ პრინციპი იგივეა, რაც უჯრის დონეზე გაჩვენეთ, იგივე მოხდება data validation-ის შემთხვევაშიც. drop down-ში გაჩნდება ეს კლინიკები, რასაც ერთი უჯრა აბრუნებს და კარგი აქ ისაა, როდესაც დაემატება მონაცემები. სია გაიზრდება და drop down-იც ავტომატურად ასახავს აი ამ ახალ მონაცემს. ამით საკმაოდ მოქნილი ფაქტობრივად პროგრამა შეგვიძლია დავამსგავსოთ ჩვენი Excel-ის ფაილი, ხო? ჩანაწერები დაემატება, ჩანაწერები მოაკლდება და ყოველთვის ასე ვთქვათ, ცოცავი ლისტი იქნება data validation-ის უკან და არა ერთხელ ფიქსირებული, ხო? ესეც გონი გავიგეთ. ახლა კიდე შემდეგი დავალება. დავუშვათ, ძალიან დიდი ცხრილი მაქვს, ახლა ეს ბუნებრივი არ არის, მაგრამ სიმულაციისთვის ბევრი ჩანაწერით, ბევრი სვეტით და ამოცანა გვაქვს, რომ სხვა გვერდზე ცალკე ჩვენთვის სამუშაოდ. რაღაც რომელიღაც data გვერდზე, სადაც უხეშად არის ჩაკლებული მონაცემები, არის უამრავი სვეტი, უამრავი მწკრივი. მაგრამ ჩვენთვის სამუშაო გვერდზე მინდა რამდენიმე. ამ შემთხვევაში სიმარტივისთვის ავიღოთ ორი სვეტი გვაინტერესებს რეალურად კლინიკები და revenue. გავანთავისუფლოთ ეს უჯრა და მივმართოთ ასეთ ფუნქციას. ეს არის choose column. აირჩიეს სვეტები. პრინციპში სანამ ამას გავაკეთებ, აი ხელით როგორ შეიძლება და ამის გაკეთება. დავუშვათ მენუალურად ხელით, მე მინდა რომ ჰოსპიტალის სვეტი წამოვიდეს აქ და revenue-საც გაჩვენებ. დავდგები უდრის ჰოსპიტალის სვეტი და ეს პრინციპში მაგალითი გაჩვენეთ წეგან. ავირჩევ დიაპაზონს ჰოსპიტალების და მონაცემით წამოვა. დავდგები revenue-ზე, დავწერ ტოლობას, ავირჩევ ჩანაწერებს და ეს revenue-ც წამოვა. მარტივად ხო რაც იდეაში გაჩვენეთ. როდესაც უჯრას ვეუბნებით რომ მიმართეთ დიაპაზონს, მიუხედავად ერთი უჯრისა, ყველა მთლიან ჩანაწერებს წამოიღოთ. მაგრამ როგორ შეიძლება კიდე გავაკეთოთ ეს? ეს არის ასე ვთქვათ ფუნქცია choose column. ფუნქციასაც რატომ მიმართავთ ამისთვის, ცოტა ხანში გეტყვით, იმიტომ რომ დამატებით მოქნილობას გვაძლევს. choose columns. და აქაც მეკითხება arrays.
ერი მოდი პრინციპში კი ვიცი რომ ეს სვეტები მინდა, მაგრამ თავს დავიწყებ და წინასწარ ყველას მოვნიშნავ, იქნებ სხვა სვეტიც დამჭირდეს. სათაურები არა, იმიტომ რომ სათაურები უკვე წამოღებული მაქვს იმ ფუნქციის ზემოთ, რომელსაც ვაკომპლექტებ, ხო? ამიტომ თლიან ჩანაწერს. ნახეთ, როდესაც უსათაუროდ ვნიშნავთ მონაცემებს, პირდაპირ data tables ეძახის. ამიტომ პრინციპში და ეს იდეაში benefit ცხრილის ეგ არის ზუსტად, როცა ვეუბნები რაღაც ფუნქციას წამოვიღე მონაცემებიო, შემიძლია პირდაპირ ჩავწერო აი ამ data table-ის წამოღება მინდა. და აბსოლუტურად იგივე ხდება, ანუ ხელითაც კი შემიძლია ეგ ყველაფერი მოვნიშნო, არ იქნება საჭირო ჩამოსკროლის და მონიშნების, ან მithome C5-ის და ანუ B5000-ის ხელით წერა. data table მინდა, ხო, ეს არის ჩემი არე. რას მეკითხება ახლა? მეკითხება რომელი სვეტი? column 1, column 2, column 3. ხო, ну, ალბათ გულისხმობს რაოდენობას, ხო, როგორც VLOOKUP-ში იყო index number-ი column-ის. თუ ესეთი პრინციპია, მაშინ ჩავწეროთ ჯერ ორიანი, რადგან მონიშნულში მეორე სვეტი არის ჰოსპიტალი და ჩავწეროთ მე რამდენიც არის revenue, მერვე. დავხუროთ ფრჩხილი და დავაწვეთ enter-ს. და მივიღებთ ხო ჰოსპიტალების და მიხედვით შემოსავალს. აი ეს ორი სვეტი წამოიღო ერთმა ფუნქციამ. მაგრამ აი როგორ გავხადოთ უფრო სასარგებლო. პირველ რიგში ჯერ ეს 2 და 8 რაც ჩავწერეთ, სხვანაირადაც შეგვეძლო აგვესახა. არ იყო საჭირო რომ ორი სვეტი მინდა და ორი პარამეტრი დავიკავე მესამე სვეტისთვის ცალკე, მერე ცალკე. ანუ პარამეტრების ასე ვთქვათ გაბევრება საჭირო არ არის. რატო? იმიტომ რომ Excel-ი ასევე აღიქვამს listებს C-ის მონიშნას. აი როგორ გითხრათ, ნახეთ, არის ასეთი სიმბოლო. დაკლაკნილი ჭხილი, ხო? ფიგურული. სადაც შეგვიძლია ჩავწეროთ 1 მძიმე, 2 მძიმე, 3 და დავხუროთ ეს ჭხილი. და ხედავთ, ხო? მე ვუთხარი ერთ უჯრას კონკრეტული ლისტის სია ჩამონათვალი მონაცემებისა და დავაწექ თუ არა enter-ს, ავტომატურად იგი სხვადასხვა ჩანაწერებად გავრცელდა სხვადასხვა სვეტზე. მოდი მოვსინჯოთ, აბა იგივე პრინციპით უთხრათ choose column ფუნქციას ორიანი და 8-იანი. ერთ პარამეტრში column number 1-ში და არა column number 1 ეს, column number 2 ის. დავდგები აქ. აქ დავწე. დავდგები აქ. გავხსნი და აქ ჩავწერ მეორე და 8. დავხურე. დააკვირდით, ჯერაც მეორე პარამეტრზე ვდგავარ. მესამე პარამეტრი აღარ გამომიყენებია. დავხურებ ჭხილი და enter. ხედავთ, ხო, იგივე შედეგი მივიღეთ. ანუ არ იყო საჭირო ესე მძიმე ეს ერთი ფუნქციით შემო. რატო არის ეს კარგი? იმიტომ რომ ეს რო შესაძლებელია საერთოდ Excel-ში. ნახეთ, როგორ შემიძლია უფრო მოქნილი გავხადოთ choose column-ი. შეგახსენებთ ასეთ ფუნქციას, ეს არის match. აი მე რო არ ვეძებო ეს ჰოსპიტალი მეორეა თუ revenue მერვე. ეს თავისუფლად შეიძლება გააკეთოს match ფუნქციასაც. როგორც ინდექსი და match-ის შემთხვევაში მუშაობდა, ანალოგიურად გამოდგება აქაც. მეც ერთი რომ შემიძლია უთხრა აი აქ მონაცემი რაც წერია revenue, კი არა და business unit-ი მომიძებნოს მე რამდენი არის ამ სათაურებში. მოდი ჯერ ეგრე ამოვხსნათ, უჯრა დამეკარგა. ხო. მეც შემიძლია უთხრა რომ აი ეს არის უჯრა, ეს არის დიაპაზონი და 0. და იტყვის ხო ეს ჰოსპიტალი არის მეორე. ეს ისედაც ვიცოდი რომ ასე მუშაობდა. მაგრამ აუცილებელია ერთი უჯრა უთხრა, ხო შემიძლია მეც რამდენიმე მოვაძებნილო. უთხრა არა თუ ეს ეფარება სამწუხაროდ პარამეტრები, მაგრამ პრინციპი გასაგებია, ხო? ორვე სვანები, ჯერ აქ გაჩვენებთ საილუსტრაციოდ. ანუ მომინიშნოს არა ერთი უჯრა, არამედ ორივე. ორივე მომიძებნოს ძიმე აი აქ. და exact match. Match-ი სენსიტიურია, თუ ამას არ ეტყვით, მიახლოებულს მოძებნის ყოველთვის. ანუ წამოიღებს ორიანი და 8-იანს. ანუ ეს იგივეა, რაც წყალებში ორიანი და 8-იანი. მაგრამ ქვედა ვარიანტში მე ხელით გავსაწყრე, ზედა მოქნილი არის, ხო? რატო? იმიტომ რომ აქ თუ ჩავწერ დეპარტმენტს, უკვე ის შეიცვლება. 2 და 7 გახდება. ნუ ხვდებით, ხო, საითაც მიმყავს. ეხლა წავშლი ამ ორივე ფუნქციას და choose columns ხელით ნათქვამ ორიანი და 8-яნის ნაცვლად ვეტყვი ფუნქცია match იგივეს რაც ცალკე გავაკეთე. ვეტყვი რომ მომიძებნოს აი ეს ორი ჩანაწერი. და ვეტყვი რომ მომიძებნოს აქ. დავხურებ ჭხილი და enter. და იგივეს აკეთებს, ხო? ეხლა პარამეტრები არ შემიძლია, არჩეულია დიაპაზონი, არჩეულია match-ით იძებნება სათაურები და აქვე შეგახსენებთ, რომ ნიშნავენი ემთხოვდეს, ხო? რამე მაინც რომ გაფუჭდეს, ანუ არ იყოს სახელი სწორი, ბუნებრივი არ იმუშავებს, ხო? ნიშნავენი რომ სახელები ემთხოვდეს. ხო? მაგრამ ასევე ხო შემიძლია შევცვალო ამას დავარქვა დეპარტმენტი. ან ჰოსპიტალს დავარქვა. აი ეს არის სიძლიერე ამ ფუნქციების ერთობლივ გამოყენებაში. შემდეგ საკითხი არის ფუნქცია ფილტრი.
თუმცა სანამ ფილტრს ავხსნი, მოდი ჯერ ცოტა მარტივით დავიწყოთ. ეს არის ფუნქცია vis-teki. ვერტიკალური სტექი, vis-teki ამ შემთხვევაში ნიშნავს დაშენებას ერთმანეთზე დადგმას. vis-teki ნიშნავს ვერტიკალურ სტექს, თუმცა არსებობს ჰორიზონტალური სტექიც. vis-teki რო აგიხსნით ვერტიკალურზე, ჰორიზონტალურსაც თქვენც უკვე მარტივად გამოიყენებთ. ჯერ აგიხსნით რა სიტუაციაში შეიძლება დაგჭირდეს ეს. პრაქტიკაში ხანდახან არის ხოლმე რომ თვეების მიხედვით იანვარი, ფებრვარი, მარტი სხვადასხვა გვერდზე არის ხოლმე ჩაყრილი მონაცემი. იქნება ეს ორგანიზების კუთხით თუ მონაცემი ხო თითო გვერდზე ხო არ ეტევა ძალიან ბევრი ჩანაწერი ხანდახან ესე გვერდებს აკუთვნებენ. იანვარი არის პირველ გვერდზე, ფებრვარი მეორე გვერდზე, ან შეიძლება სულ კლინიკებად. პირველი გვერდი იყოს კონკრეტული პრევენციის ვიზიტები პერიოდზე, მეორე გვერდი ზრუნო. ნამშრომლობა აქ მიმოფანტული არის ხოლმე ეს ცხრილების სხვადასხვა გვერდზე და ხშირად ხელით მენუალურად აერთიანებენ ხოლმე მთავარ გვერდზე, რომ ძირითადი ანალიტიკა გააკეთო. და ამისათვის მენუალურად ხდება ხოლმე. მე ხანდახან შეიძლება რომელიმე გვერდზე მონაცემი შეიცვალოს, ვინმე სხვა ხელფასი ჩაუწერონ ან სხვა შემოსავალი ან სხვა რაღაც ინფორმაცია შეიცვალოს რომელიღაც გვერდზე. მე მაშინ თავი დახდება მენუალურად ამ ძირითადი ცხრილის გაერთიანება. ამ ფუნქციით vis-teki-ით ამის საჭიროება არ დგას. გავასუფთავოთ ეს უჯრა და ერთად დავწეროთ. ფუნქცია vis-teki, შეგახსენებთ ესეც ახალი არის და ძველ ვერსიებზე არ შეგხვდებათ, მაგრამ შეგიძლიათ Excel, Web Excel-ით ისარგებლოთ, რომ ისწავლოთ და მე უკვე პრაქტიკაში სამსახურებრივ მოვალეობაში თუ გექნებათ წვდომა და საჭიროება, ბუნებრივია გაიხსენებთ გამოგატკიბრად. პარამეტრები რა არის? პირდაპირ array 1, array 2. მონაცემთა დიაპაზონები ან მნიშვნელობები, რომლებიც უნდა გაერთიანდეს. კაი, დავშათ vis-teki პარემ array 1-ად დავრჩეთ პირველი ცხრილის მონაცემები და ეს ორივე ცხრილადმა გადაგცოლდა, ამიტომ არის რომ data 1 ქვია, ესე დავარქვი მე და array 2. მარტივად ხო? პირველი array, მეორე array. დავწვევი enter-ს და ვხედავ რომ თითეული მათგანი ეს ორივე მონაცემი რეალურად გაერთიანდა. და რა ძალიან კარგი არის, ხო? ამას ხანდახან შეიძლება ერთხელ გააკეთო ეს და მე უკვე ყველა ცვლილება და დავუშვათ აი პირველ ჩანაწერში თუ 23 ნოემბრისთვის 216 ლარის მაგურად ჩაასწორეს და თქვენს რომ რეალურად 500 ლარი იყო შემოსავალიო. აქაც შეიცვლება. არა მარტო ეს, თუ დავამატებთ ჩანაწერს, დავუშვათ გავიმეორებთ გეგმიურ სტაციონარს. ხედავთ უკვე გამოჩნდა ავტომატურად. აქ თუ ეს ჩავწერთ და აქაც რაღაც კონკრეტულ თანხას, ნუ ეს რადგან პირველ რიგში ცხრილი არის და მე კი არ უთხარი 20-დან 27-მდე მე უთხარი data 1, data 2. ეს data 2 ავტომატურად იგროვებს, იმატებს ახალ ჩანაწერებს, რასაც ქვემოდან მივუდგამთ. ამიტომ ესეც ცხრილის და ასეთი ფუნქციების მოქნილობა ეგეც არის. ნუ პრინციპი იდეაში გასაგებია, ხო? ყოველ ჯერზე ყველა ნებისმიერი ცვლილება თუნდაც წაშლა და წავშლი ხა მონაცემს, წავშლი აქაც გაქრება. ეს იყოს teki. ასევე არის ფუნქცია ფილტრი. ეს ვეცდების საკმაოდ საინტერესო წყობა აგიხსნათ, მაგრამ თუ ჩათვლით რომ ძალიან რთული არის რაღაც ნაწილები, ახლა პირველ ჯერზე შეიძლება შეგაშინოთ კიდევაც ამ ფუნქციამ. მაგრამ მერწმუნეთ ვეცდები მაქსიმუმ და მჯერა ისე აგიხსნით, მიმდინარე ლექციის ბოლოს თქვენთაც შეძლებთ რომ ამოხსნათ. გავათავისუფლოთ ეს უჯრები და ჯერ დავიწყოთ საფეხურებით. ეს იყო რეალურად სამი სხვადასხვა ფუნქცია, რომელსაც ახლა ამ გვერდზე ვხედავთ და ერთობლიობაში ვნახოთ როგორი შედეგი შეგვიძლია რომ მივიღოთ. თალკეულად. ჯერ ფუნქცია ფილტრი. ნუ დაფილტრა ვიცით იდეაში ისედაც, ხო, დავდგებით, დავამატებთ ფილტრაციის ღილაკიას, მოვფილტრავთ და მონაცემი ფილტრება, მაგრამ მოდი როგორ გავხადოთ ეს ფორმულიდან გამომდინარე. ფორმულას მოქონდეს გაფილტრული მონაცემი და არა ხელით ვსვლიდე. იყოს სიცხრილი სადაც არის, მაგრამ ამ ცალკე ფუნქციის დამუშავებით ვფილტრავთ. არის ეს ფუნქცია ფილტრი, რომელსაც აქვს რაღაც სამი პარამეტრი. მაგრამ როგორ ხდება მასთან მუშაობა? პირველი პარამეტრი აქაც ხდება array. დიაპაზონი უნდა იყოს მონაცემების. ეს მზად არის. ეხლა რა არის include? Include გახსოვთ მე სამ პროდუქტის დროს აგიხსენით, რომ როდესაც გვინდა რომ პარამეტრიც გავითვალისწინო დაჯამებაში თქო მიწევს კონკრეტული სვეტები გადავაქციო true ან false-ებად. და მე ნუ მათემატიკურად გარდა იქნებოდა ერთიანულიანი. და აქ უბრალოდ ნიშნული იყოს true და false. მე ვეუბნები რეალურად აი ეს არის დიაპაზონი, რომელიც მინდა ბრუნდებოდეს და რაღაც პირობა უნდა უთხრა, რომელიც ერთ-ერთ სვეტს ან რამდენიმეს ამასაც გაჩვენებთ გადააქცევს true ან false-ებად, საიდანაც მე ის true-ებს დატოვებს. მაგალითად, წარმოვიდგინოთ სცენარი, სადაც ვფილტრავთ, ორ პარამეტრს, მაგრამ ჯერ გადაუდებელ სტაციონარზე მხოლოდ. ეს გადაუდებელ სტაციონარი არის კონკრეტული სვეტი, ამიტომ ესე ვაკეთებ, დავდგები მასზე, მოვნიშნავ ამ დიაპაზონს და პირდაპირ გავუტოლებ ამ კონკრეტულ უჯრას. ესეც შემიძლია სანამ enter დავაწვევი ვნახო შედეგი, მოვნიშნავ და მაუს მივიტან, ეს არის false, false, true, false, 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 false და ასე შემდეგ. ხო, იგივე შედეგს მივიღებდი უჯრაში რომ დამეწერა. რეალურად ეხა ფილტრი ზუსტად ეგრე მუშაობს, რომ
მოიწამეშალა. ფილტრი ზუსტად ეგრე მუშაობს, რომ მარტო ჩრუს დატოვებს და იდეაში ეგ მინდა ზუსტად. როდესაც მოყოფილდება პირობა, ის ჩანაწერი მინდა რომ დარჩეს. გადაუდებელი სტაციონარი. აქ ეს პირობა იცვლება, მოდი შევცვალოთ გეგმიურ სტაციონარზე. და უკვე პრინციპში საკმაოდ ძლიერი ფუნქცია ვისწავლეთ, საკმაოდ მარტივად. მაგრამ ნახოთ აბა, როგორ წამოვიღოთ არა თუ ერთი პარამეტრით, არამედ ორით. ეს ხდება შემდეგნაირად. ფილტრაციის ღილაკს, ფილტრაციის ფუნქციას წერ და მე ნიშნავ ამ დიაპაზონს, ოღონდ როგორ ვეუბნები რა გაითვალისწინოს რა არის. მე მაქვს ორი პარამეტრი, ერთი visit type-ი და ერთი visit date. ორივე არის აქ წარმოდგენილი. ну მოდი დავიწყოთ ისე visit type-ით, მაგრამ როგორ? ეს პირობები ერთმანეთს უნდა გადამრავლდეს. ეს გაჩვენეთ მე სამ პროდუქტზე და წინა მაგალითებშიც. ანუ true და false-ები, true გამრავლებული true-ზე გადაიქცევა ერთიანად, true გამრავლებული false-ზე გადაიქცევა ნულიანად, იმიტომ რომ true და false-ი ისე შევხედოთ, არის რეალურად ერთიანი და ნულიანი. თუ ერთი პირობა კმაყოფილდება, ეს იქნება true და ანალოგიურად ერთიანი, თუ მეორე პირობა კმაყოფილდება ერთიანი, ანუ ის ორივე საბოლოო ჯამში აბრუნებს ერთიანს, რაც ფილტრისთვის იქნება იგივე true. ამიტომ, მოდი ეს პრაქტიკაში უფრო გამოჩნდება, დავწეროთ ფრჩხილი, ავირჩიოთ დიაპაზონი, გავუტოლოთ ამ კონკრეტულ უჯრას და დავხუროთ. იმიტომ ეს არის ცალკეული პირობა. ცალკე ეს მოწმდება, ხო? ეს true და false-ები. და ეს მინდა გადავამრავლო მეორე პირობაზე. გავხსნათ მეორე ფრჩხილი. ეხლა ავირჩიოთ visit date-ი და გავუტოლოთ ამ კონკრეტულ visit date-ს. დავხურებ ფრჩხილი, დავხურებ ფრჩხილი. დავხედავ. გაიფილტრა არა მარტო გადაუდებელი სტაციონარით, არამედ კონკრეტული თარიღის და მიხედვითაც. ავირჩევ სხვა პარამეტრს, ავირჩევ სხვა თარიღს, ყველაფერი რეაგირებს აღნიშნულ ღილაკებზე, იმიტომ რომ დინამიური არის და ყოველ ახალ პირობაზე გადათვლას თვითონ აკეთებს და ახალი მონაცემები მაქვს. მოდი ვცვალოთ პარამეტრები და ვნახოთ, აბა კიდე რა გვაქვს. ვა, რაღაც ერორი წამოიღო. რატო გააკეთა ნეტა ეს? გადაუდებელი ამბულატორია 23 ნოემბერზე წამოიღო ერორი. რეალური მიზეზი არის ის, რომ თუ მე აქ ცხილში დავფილტრავ გადაუდებელ ამბულატორიას, ხედავ რომ ყველა ჩანაწერი არის 24 ნოემბრის. ანუ არც ერთი ჩანაწერი არ არის 23. საკიდან გამომდინარე, ვერ დამიბრუნა ჩემთვის სასურველი შედეგი. მითხრა რომ ვერ ანუ ინფილტრაციით რაც შენ მითხარი არ წამოიღო, თორე რა ფუნქცია სწორი წერია. ამასაც დავუკვირდით ხომ ეგრევე თუ ერორი გამოჩნდება არ იფიქროთ რომ არასწორად გიწერია. მაგრამ მოდი ვნახოთ კიდე რაღაც პარამეტრი აქვს ფილტრს. გარდა include-ისა. ეს არის თუცარიელია, მაშინ რა გავაკეთო? აქ კიდე შემიძლია უთხრა რამე ტექსტობრივად დავუშვათ. არ არის სიაში. ანუ უფრო შინაარსობრივ იქნება არ არის ცხრილში. ამით ინფორმატიულ პასუხს ვიღებ, ხო? ადამიანისთვის ვისთვისაც ვაკეთებთ, ან ჩვენივე თავისთვის გასაგები ხდება. მაგრამ დავუშვათ სტანდარტულად მთელი რიგი სვეტები კომპლექსდება, ხო? მოდის 6 სვეტი ჩანაწერი. დავუცებ როცა რაღაცაზე ერორია, მოდის 1. არ მინდა ესე, მინდა რომ გადავრცელდეს ყველა სვეტი წამოიღოს რამენაირი ნიშნით. აქაც ერთი პარამეტრი მაქვს, არ მაქვს if empty-ში რამდენიმე პასუხის ჩაწერის საშუალება, მაგრამ რა გასწავლეთ? ასე შემიძლია დაკლაკნილი ფრჩხილით, ფიგურულით, თქვა რომ ტექსტი ხო, მაინც ტექსტი ვწერ და ეს ჩავწეროთ. NA ჩავწეროთ, ანუ უთხრა რომ პირველი ჩანაწერი იყოს NA, ძიმე და ეს შემიძლია იდეაში ვიმეორო ხელით. 6-ვეზე. 2, 3, 4, 5, 6. რეალურად რამდენ უჯრაზეც მინდა რომ დაბრუნდეს პასუხი იმდენ ჩავწერ, ხო? რომ გადავრცელდეს ერთი უჯრიდან 6 უჯრაზე. ბრჭყალი გაიხსნა ტექსტი, ბრჭყალი დაიხურა მძიმე, ბრჭყალი გაიხსნა ტექსტი, ბრჭყალი დაიხურა და ასე შემდეგ სანამ 6 ჩანაწერი არ იქნება. და დავხუროთ ბოლოს ფრჩხილი, დავაწვევით enter და ვხედავთ, ხო, იმ შემთხვევაში თუ პასუხი არ მოდის, თითოეული მათგანისთვის წამოვა შესაბამისი ჩანაწერი. როგორც კი წამოვა, ყველაფერი დაკომპლექტდება. არ არის აუცილებელი ერთნაირი იყოს, შეგვიძლია რომელიმე შევცვალოთ. ესეც ჩვენზე არის. აქ თუ ჩავწერ გოვლიანს, NA და ნუ სადაც სამხარი წამოიღებს ნულს, ხო? აქაც შეზღუდულები არ ვართ. ეხლა არის შემდეგი ნაწილი. შემდეგი ეტაპი, ეს არის sort. ჯერ ცალკე გამოვხსნათ ეს ფუნქცია და მივხვდებით როგორ გავაერთიანოთ ფილტრაციასთან. ეს ხილი რომ აქვს წარმოდგენილი, არ მინდა რომ პასუხი, რასაც მე მივიღებ, ასე იყოს დაულაგებლად, რაც შეიძლება დალაგებულია ვიზიტების და მიხედვით, მაგრამ მე მინდა რომ ყველაზე შემოსავლიანებს ხედავდეთ ჯერ და მე იყოს კლებადობის და მიხედვით. ამას აკეთებს sort. როცა მოვნიშნავ დიაპაზონს და array-ს, ხო, პირველი პარამეტრი sort-ში არის array, მე მეკითხება რომელი სვეტით დავსორტო. რომელი სვეტი იყოს განპირობებელი sort-ისა. და უთხრათ ამ შემთხვევაში მე 6. revenue-ით მინდა, ხო? კარგი. შემდეგს მეკითხება კლებადობით გინდა თუ ზრდადობით. აქ რა თქმა უნდა მე მინდა კლებადობით დავურჩევ მეორეს, რაც -1-ია იგივე და ფუნქცია მზად არის. შემდეგ პარამეტრი არ დაგჭირდებათ, ეს უკვე გვეუბნება აი ცხრილი, რომელიცაც აბრუნებ, ანუ
შენ რომ მითხარი მე-6, ეს მე-6 სვეტია თუ მე-6 მწკრივი არის, იმიტომ რომ წკრივად გაშლილ სათაურებზეც მუშაობს ეს ფუნქცია, მაგრამ პრაქტიკაში შეიძლება არ შეგხვდეთ ეგეთი საჭიროება, ამიტომ არ არის მისი მითითება საერთოდ საჭირო. თუ დაგჭირდებათ, რა თქმა უნდა, იცით რომ არის. და ვხედავ ხო, იგივე მონაცემი მოდის ზუსტად, მაგრამ დასორტილი. ესეც დინამიურად. დავშად მინდა კიდე ერთი სვეტი გამოვიყენო სორტისთვის, ანუ არ დავსორტო არა ერთი კონკრეტული revenue-ით, არამედ რამდენიმეთი, როგორც ამას custom sort-ით ვაკეთებდით. აი აქედან data-ზე, აი ფანჯრის მიხედვით რო ვეუბნებოდით, ჯერ დავუშვათ დასორტე visit type-ი და მერე დასორტე revenues, ხო? დავშად იგივეს გაკეთება მინდა აქ. დავდგები, ჩავწერ sorts, ავირჩევ diapasons, მძიმე და ახლა უნდა უთხრა სორტირების ინდექსი, მაგრამ მარტო ერთი პარამეტრი მაქვს ამისთვის, ანუ როგორ უთხრა ორი სვეტი. როგორ და ისევ იგივე პრინციპით. გავხსნი ამ ფიგურულ ბრწყალს, რომელიც მინდოდა ხო მესამე visit type-ით მინდოდა დასორტვა და revenue-ით, ამიტომ ჩავწერ 3-იანს და 6-იანს. კარგი? ეხლა ანალოგიურად თუ მე მესამე და მე-6 ვუთხარი, აქაც უნდა უთხრა იგივე პრინციპით ხო ორი სვეტისთვის. პირველი სვეტი მინდა დაისორტო, ნუ სულ ერთია, ამიტომ 1-იანს ჩავწერ. ზრდადობა კლებადობა ამ შემთხვევაში შემცვლელია. აი მეორეზე მინდა რომ კლებადი იყოს. კლებადი შეგახსენეთ არის -1. დავხურებ ჭყალი. დავხურებ ჭხილი და ვხედავ, ხო? ჯერ გადაუდებელი ამბულატორიები დასორტა, მერე გადაუდებელი სტაციონარები და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეს ნაწილიც გონი გავიგეთ. ახლა როგორ გავაერთიანოთ ეს და ფილტრი? რეალურად ჩემთვის ფუნქცია სორტისთვის ფილტრის ფუნქცია უნდა ჩაანაცვლოს ეს ლურჯი. ანუ სორტი ამას კი არ უნდა უყურებდეს, როცა რაღაცას სორტირებას უკეთებს. ფილტრი რასაც აბრუნებს, იმას უნდა უყურებდეს, რომ იმუშაობს ამ ყველაფერმა. ამიტომ მოდი მე Ctrl-Z-ით დავბრუნდები, ანდა მოდი ხელით ამოხსნა გამეორებაც გამოვა, ხელით ამოხსნი ჯერ ფილტრს და მერე თავში მივუწერ sorts. ფილტრაცია, კვლავ მინდა გაიფილტროს ეს კონკრეტული დიაპაზონი, მძიმე, ისევ იგივე პრინციპით, თქო ჯერ ჭხილი უნდა გავხსნათ, შეგახსენებთ. გავტოლო ეს კონკრეტული ამბულატორიას, დავხურებ ჭხილი. გადავამბრავლო, გავხსენი ხო ჭხილი. დავდგე ახლა visit date-ის სვეტზე. გავუტოლო visit date-ის კონკრეტულ მონაცემს და უკვე როდესაც ეს არ არის, როდესაც მონაცემი არ დაბრუნდება, იგივე გავაკეთოთ ხო, რამდენიმე 6 ჩანაწერი მინდა რომ წამოიღოს 6 სვეტად. გავხსნი ფიგურულ ჭხილს, ჩავწერ NA-ს და გავამეორებ ამას რამდენჯერმე. ნუ ხელით გავაკეთებ არა პრობლემა. NA ერთხელ თემის მორიგის ილუსტრაციისთვის რომ არ არის აუცილებელი ყველაფერი ერთ წყრობში იყოს, ერთ სტილში იყოს, ბოლოზე ჩავწერ 0-იანს. ახლა 23-ზე და გადაუდებელ ამბულატორიაზე ჩანაწერი არ არის, თუმცა სხვა დანარჩენზე არის. კაი, მოდი ახლა დავსორტოთ, იმიტომ რომ აქ ხედავ გადაუდებელ სტაციონარზე, ნუ პირველ რამდენიმე დაისორტო, მაგრამ აი რეალურად ეს ჩანაწერი არასწორ ადგილას არის. მინდა რომ ესეც სორტირების პირობაში მოხდეს. დავაკლიკავ ახლა ფილტრის ფუნქციას. როგორ შევთანხმდით? ახლა ეს კი დაგრძელდა ეს ფუნქცია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? როცა ვიცი როგორ მუშაობს და თითოეული ნაწილი ამ ფუნქციის რას აკეთებს, საერთოდ არ არის დამაბნეველი 500 ქერექტერი იქნება თუ 1000. წინ დავწერ სორტირებას, რადგან სორტირების array არგუმენტი უნდა იყოს ის, რასაც აბრუნებს ფილტრი. ანუ მზად მაქვს ეგ ნაწილი, გადავედი შემდეგზე. ბოლოში დავუწერ მძიმეს, რომ უკვე ფილტრი რომ მორჩება, array-ით დარჩეს და sort index-ი მკითხოს. Sort index-ი ხა აქ ფაქტობრივად გადაუდებული ორი სვეტი აღარ არის საჭირო, ისედაც ერთ კონკრეტულ visit type-ს დააბრუნებს. მოდი პირდაპირ ვეწყვილო დასორტოს revenue, ანუ მე-6 და დასორტოს კლებადობით. ასეც მოხდება, ხო, 714, რომელიც ბოლოში იყო, თავის ადგილას ჩაჯდება. სხვა ჩანაწერებზეც ვნახოთ აბა. და ვწუნდები, ხო, როგორი მოქნილიც არის. იდეალურობას ერთადერთი რამ აკლია რეალურად. ერთადერთი რამ არის საჭირო, რომ ეს ფუნქციონალი გახდეს იდეალური. ეს არის სათაური. აქამდე სათაურის სადმე მოხსენებას არანაირ ეტაპზე არ ქონდა აზრი. იმიტომ რომ რო გამომყენებინა ფილტრში გეგმურ ამბულატორიაზე და visit date-ზე გატოლება მაინც გააქრობდა, sort-ში ხომ მithumedes ვერ გამოვიყენებდი. ამიტომ უკვე როცა sort-ის და ფილტრიც მოვლილი იქნება, მე უნდა დავუმატო ეს სათაური. რომელ ფუნქციას უნდა მივმართო ახლა ამისთვის? რაღაც ისეც, რომელიც თავზე დაადგამს სათაურს, ანუ stacking-ს გაუკეთებს, ხო? ამიტომ დავდგები ამ ფუნქციაზე, სუსუ თავში ჩავწერ ამ ფუნქციას vistex, სუსუ თავში sort-ამდე ჩავწერ vistex და გავხსნი ჭხილს. ახლა ელოდება array1. array1 ახლა რო დავტოვო მონაცემები, გამოვა რომ ჯერ ყოველთვის ჩანაწერები დაბრუნდება და მერე სათაური. ამიტომ არა, მე პირიქით ჯერ სათაურები მინდა და მერე მონაცემები. ამიტომ მოვნიშნავ ჯერ ამას, ესეც ხო array-ია, რა მნიშვნელობა აქვს რომ სათაური არის. და დავაწვევი მძიმეს. რომ გამოვყო, ხო, განვაცალკეო პირველი array მეორე array-ისგან. ამიტომ ახლა რომ დავხურავ ჭხილს, ხედავთ ხო, წარმოიდგინეთ, რამდენად ძლიერი ჩათვალეთ პროგრამა ავაწყოთ, ხო? იმიტომ რომ რაც არ უნდა დიდი ჩანაწერი იყოს,
ეხლა ეს მცირე მაგალითზე ილუსტრაცია ეხა რთულია, მაგრამ რაც არ უნდა დიდი ჩანაწერი იყოს, შეგიძლიათ ცალკე გვერდზე გააკეთოთ სამუშაო პანელი ფილტრაციის ღილაკებით, სადაც ნებისმიერ ვარიანტზე შეგიძლიათ ცხრილი დააბრუნოთ. თქვენთვის სასურველ ჩანაწერებს. და რა თქმა უნდა, აქ რო რამე შეიცვლება, ახლა რას უყურებ გადაუდებელ სტაციონარს 23 ნოემბრის. აი ამას მაგალითად ბოლო ჩანაწერს. 6 და 4 ხო არის აქ დაყოვნება. დავუშვათ გავხადოთ 10. ისიც რა თქმა უნდა აისახება. ანუ ეს სულ სხვა გვერდზე რო იყოს ბოლოში თავში, ნებისმიერი ცვლილება ძირითად ცხრილზე აისახება თქვენს ფუნქციაში. ამიტომ ჩათვალეთ საკმაოდ მოქნილი და ძლიერი ფუნქცია გვექნება ამის სახით. აქვე გამოვიყენებ შანსს და წერან გაჩვენეთ true და false-ის შემთხვევაში გადამრავლებით. თათოთ ეს არის end პირობა. გადამრავლებით ბრუნდებოდა ხო ერთიანი true და true იქნებოდა ერთიანი მარტო და true და false ნულიანი. ორ პირობა თუ ანუ ან ის ან ეს, ანუ ან გადაუდებელი სტაციონარი და ნებისმიერი თარიღი, ან 24 ნოემბერი და ნებისმიერი თარიღი. ეხლა აქ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ყველაფერი მოიცავს, მაგრამ როგორ ხდება? მიმატებით Excel-ის. აქ ორიანიც ამ კონტექსტ, ან ოღონდ ნულიანი არ იყოს, არის true. ამიტომ თუ გვაქვს ისეთი შემთხვევები, ნახეთ, სადაც არც 24 ნოემბერია, არც გადაუდებელი სტაციონარი, მარტო მანც წამოვა ნულიანი. და Excel-ში ეს იქნება ნიშანი, რომ ეს არის false. ორიანიც და ერთიანიც ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ კი, ეს მაწყობს. ანუ ფაქტობრივად, აქ ხომ ფილტრის ფუნქციაზე გამოვიყენებინეთ გადამრავლება, მაგრამ თქვენი პირობა ამოცანა თუ მოიაზრებს, რომ ან ის იყოს ზუგდიდის ვიზიტი იყოს და იყოს პედიატრიული პაციენტი, ეგეთი ვარიანტებიც კი შეგიძლიათ რომ მოარგოთ უკვე ფიფქი არა, ანუ გადამრავლება არა და არამედ მიმატება. ხო, აი ნახეთ აქაც მოვნიშნე ნულები არის და ერთები არის, პლუსით შევცვლი, ჯერ გაჩვენებთ აქ და მე enter დავაჭრე. აქ უკვე სხვანაირად არის, ხო? 0.1 და ასე შემდეგ. დავაჭრებ enter-ს და უფრო ფართო სპექტრი მოდის. ანუ ან 24 ნოემბერი უნდა იყოს და ნებისმიერი ვიზიტის ტიპი, ან გადაუდებელი სტაციონარი. პირველად აქ ყველაფერს წამოიღებს იმ ერთადერთ ნაცვლად. ეხლა ეს კარგი кейსი არ არის ამის საილუსტრაციოდ, იმიტომ რომ ყველა თარიღსა თითქმის ყველა ვიზიტ ტაიპი და ყველა ვიზიტ ტაიპი თითქმის ყველა თარიღი. მაგრამ ნუ მაგალითისათვის გონი თვალსაჩინოებისთვის გამოდგება ეს მაგალითიც. კაი, თავიდან ამოვხსნე ახლა მას ნულიდან, პრინციპში ვისარგებლებ შანსი და ვეცები საწყისიდანვე ყველა ფუნქცია თანმიმდევრობით გამოვიყენო. ჯერ ვეუბნები, რომ სათაური იყოს პირველი ჩანაწერი, აი ამ დინამიურ ცხრილში, რომელსაც წამოვიღეთ. მძიმე. მე უკვე ვიცი, რომ ცხრილს რასაც დავფილტრავ, მინდა დაისორტოს კონკრეტული სვეტის მიხედვით. ამიტომ ვიძახებ ჯერ sorts და sorti მეკითხება arrays. აქაც ვიცი, რომ ეს array ჩემთვის უნდა იყოს ფილტრაციის ფუნქცია, რასაც აბრუნებს ის. აი, მაშინ ჩავწეროთ ფუნქცია filtri და გავხსნათ მორიგი ფრჩხილი. აი, აქ უნდა უთხრა უკვე რეალურად array. დავდგები აქ, მოვნიშნავ და დავიწყებ ფილტრაციებს. მონიშნა, ანუ include რა იყოს. დავიწყოთ ფრჩხილის გახსნით და visit type-ის მონიშნით. გავუტოლოთ გადაუდებელ სტაციონარს, დავხუროთ ფრჩხილი, გადავამრავლოთ ეს, გავხსნათ ფრჩხილი, visit date-ი გატოლებული კონკრეტულ პირობასთან. დავხურეთ ფრჩხილი, კიდე ერთხელ ან ხო ბარემ if empty მიუთითოთ. შეგახსენთ აქ მინდოდა 6 სვეტი დაეფარა, იმასაც გეტყვით რატო მაინც და მაინც რატო არის საჭირო. ჯერ გავაკეთოთ NA ერთხელ, მძიმე და ნუ ეხლა თავიდან რო არ ვწერო ეს, მე მაგალითად გადავაკოპირებ. 5 ჩანაწერის და ნულიანი. დავხურებ ბრჭყალი, კი არა დაფიქრებ ბრჭყალი და დავხურებ ბრჭყალი ფილტრის. აქ კარგია Excel-ს ის, რომ როდესაც ჯერაც ფილტრში ვარ, ფილტრის ფუნქციაზე ფილტრზე მყარნახობს. მეუბნება, რომ აი მესამე პარამეტრი არის ფილტრის. როდესაც დავხურებ ბრჭყალს, მე მეუბნება, რომ უკვე აღარ ვარ ფილტრში, sortზე ვარ. sortis array პარამეტრზე. ხო მოვჭი sortis array პარამეტრს, ამიტომ მძიმეს დავწერ. ეხლა მეკითხება სორტირების ინდექსი. მინდა დაისორტოს მე-6 ჩანაწერი, რასაც ფილტრი დააბრუნებს და მინდა დაისორტოს კლებადობით. array-ც მორჩა და ნუ ეხლა ვის თაგზეც მეორე array-ც ზად არის, დავხურებ ბრჭყალს და enter. ეს არის და ეს. ალბათ დამეთანხმებით საკმაოდ ძლიერი ფუნქციონალი არის, საკმაოდ ასე ვიტყოდი, რომ advanced ცოდნა არის და არ გაგიკვირდეთ, რომ სამსახურებრივ გარემოში გაუკვირდეს კიდევ ზოგს ეს იმდენად ახალი არის ეს ფუნქციები და ასეთი კუთხით გამოყენება ჩემი აზრით მაინც და მაინც ბოლომდე ათვისებული არ არის, მაგრამ ეს უკვე თქვენ საჭიროებაზე შეგიძლიათ იმდენად მოარგოთ,
ნუ აი არ ვიცი, ჩამოთვლაც კი რთულია. კიდე არის ერთი ვარიანტი, რაც შემიძლია პრინციპში გაჩვენოთ. დავუშვათ სახელებს ვქნათ გიორგი პერიძე, დათო კაპანაძე დავუშვათ. და ეს მეორდებიან ეს სახელები. ექიმები არიან და სხვადასხვა დეპარტამენტში მუშაობენ და სხვადასხვა პოზიციაზე. ეს არის ექიმი, ეს არის პოზიცია. ერთ და იგივე ადამიანი რომლის სახელგვარიც მეორდება. დავუშვათ ეს არის პედიატრი. ესეც დავუშვათ პედიატრი. ასევე ეს ადამიანი არის ანესთეზიოლოგი. და ეს კიდე ადამიანებით არის პედიატრიც არის და დავუშვათ დეპარტამენტის უფროსი. ხამდე ჩანწერთ აგუნა გიორგიზე გავიმეოროთ რომ ეს იყოს დავუშვათ კიდე მორიგე ექიმი. და აი აქ მაქვს სადმე დროპდაუნი ექიმის და ტოლდაციისთვის შევქმნი დროპდაუნს ამ ორ ექიმზე. ხო, ხან ერთი ხან მეორე. დავუშვათ გიორგი პერიძე და პოზიცია. მინდა რომ ლუკა, აი როგორც ლუკაფით ვეძებდით, ხო? გახსოვთ, ახლა მე დავუშვათ ამოცანა მაქვს. ნახო, აბა გიორგი პერიძე რა პოზიციაზე მუშაობს. თუ დავწერო ლუკაფს და X ლუკაფს და ბარემ შეგახსენებთ, მომიძებნე ეს ექიმი აქ და წამომიღე ეს. წამოიღეს მარტო პედიატრს. ანუ დანარჩენს ხო არ წამოიღებს, რანაირად, რაღაცნაირად უნდა შესაძლებელი იყოს ყველა პოზიციის წამოღებას, მაგრამ როგორ? ნახეთ. გამიფილტროს დააკვირდით. გამიფილტროს პოზიცია, სადაც ამ სვეტში არის ეს ექიმი. ხედავთ ხო? მომნიშნავ გიორგი ბერიძეს მისი პოზიციები, მომნიშნავ დათო ბერიძეს მისი პოზიციები. და საინტერესოა ხო, რაღაც თავისი თქვარი ხიბლი აქვს, მაგრამ თუ მინდა რომ ერთ ტექსტში გაერთიანდეს, ანუ არ მინდა ეს იყოს დიაპაზონად გაშლილი. თუ გახსენდებათ ფუნქცია, რომელიც გასწავლეთ, რომელიც საშუალებას მომცემს ერთ უჯრაში გაერთიანდეს ეს ჩანაწერები ტექსტობრივ ფუნქციებში. ხო, ანუ ფუნქცია რომელთაც ვაკეთებთ მაგას ნახეთ, არის text join-ი, რადგან იგი მეკითხება გამყოფი რა იყოს განმაცალკევებელი ამ ინფორმაციის. იყოს დავუშვათ space-ი დაახლოებით ტირე space. ძიმე, აქ მეკითხება ამას შეგახსენებთ ცარიელი უჯრების განვიხილაო გაერთიანებაშიო თუ არაო. ეხლა აქ არ მაინტერესებს ეგ არ არის ინფორმატიული და არც მექნება რომ მქონდეს არ მინდა, ამიტომ ignore-ს გავუკეთებ. და ignore-ი გავუკეთოს ბოდიში ცარიელ ჩანაწერებს. და აი array კი არ და text 1, text 2, text 3 დააბრუნოს ფილტრმა. ამ პრინციპით ნახეთ, უკვე ეს იქნება ერთი უჯრის ბინადარი. პედიატრი, ანესთეზიოლოგი, მორიგე ექიმი. შევცვლი სხვა ადამიანზე გადავალ, მასე წამო. ან ჩათვეთ ფილტრი მარტო ცხელს კი არ გიფილტრავთ, როგორც მოქნილი დეშბორდი, ასე ვთქვათ და მარტო ეგრე კი არ არის, უფრო ძლიერი ლუკაფით შეიძლება იყოს ზოგ შემთხვევაში. კაი, აი ასეთ სცენარს თუ რო შევხედოთ. აი დათო კაპანაძეზე მაქვს მოფილტრული, მაგრამ აქ კი მაქვს ეს ამოცანა, რომ პოზიციები წამოვიღო გვერდით, მაგრამ ცხელს ეგ არ აინტერესებს, მეორდება ეს დათო კაპანაძე პედიატრი. რამდენჯერმე? ხო, მეორდება ბევრჯერ ჩანაწერებია დავუშვათ იმორიგება, ამ დღეს იმორიგება და ეს პოზიციები იმის და მიხედვით რომელ პოზიციაზე იმორიგება, გრძელდება და გრძელდება. ერთ და იგივე ჩანაწერები. ფილტრაციით მაინტერესებს პოზიცია, მაინტერესებს ეს ექიმი თუ არის ეს. და მეორდება რამდენჯერმე პედიატრი. ეხლა რო text join დავწერო, თუნდაც იგივე delimiter-ით. თუ იგივე ერთიანი ну დამიმახინჯებს ხო მონაცემს პედიატრი დეპარტამენტ პედიატრი აი რა გავაკეთო როგორ შემიძლია რომ ეს პრობლემა ავირიდო თავიდან ანუ ფილტრაციამ არ დააბრინოს დუბლირებული ჩანაწერები რა ფუნქცია შემიძლია დავამატო აი სადმე text join-ისა და ფილტრაციის შორის კაი ეგრე არ დაგაწევით ვიზამეთთან ეს არის unique მე თუ ვაიძულებ ფილტრაციის პასუხს ჯერ გაიაროს unique ანუ დუბლირებები დაკარგოს სანამ text join-ში მოხდება სულ 5-ჯერ იყოს ის პოზიცია გამეორებული ამ ცხილში. რეაგირება არ ექნება, ხვდებით? ანუ ის unique და სტანდარტულად სანამ text join-ამდე მივა. Unix-ში ჩავწერო ფილტრი პოზიციების, სადაც ხვდებით ხო? იმ შედეგამდე მივდივარ. დუბლირება წაიშლება და მე რა თქმა უნდა text join-ით შემიძლია იგივე გავაკეთო. თუ მე არ მინდა და ამოცანა ჩემის კი არ ერთ უჯრაში გაერთიანდეს, მინდა რომ გაიშალოს, სვეტებად უბრალოდ. აი ეს არ მინდა, აქ შეიძლება ქვემოთ გქონდეს
პირიქით გიორგი ბერიძეზე ინფორმაცია. და ფუნქციის ჩამორჩილება მინდა და არც ის მინდა, რომ ერთ უჯრაში გაერთიანდეს, მინდა გაიშალოს სვეტებად. ამისათვის არის ფუნქცია transpose, ესეც გაჩვენეთ ტექსტურ ფუნქციებზე, რომელიც სვეტებს მწკრივებად შლის, მწკრივებს სვეტებად. ეს გონი გავიგეთ. უბრალოდ აქ ნახეთ, თუ ესე ვიზამაში უნდა გავყინო. ხედავთ ხო? რამდენი სვეტიც იქნება საჭირო, იმდენზე გადაიზრდება.